ახალ მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო და მსმენელებო. ახალ თავასო მორიგ ვიდეოს ლეტალია პანდორას შეხვედრებიდან, მაგრამ ეს ვიდეო არის ატვირთული უფრო ადრე 2022 წელს 13 ოქტომბერს, მაგრამ რა მნიშვნელობას თავარია შინასი როგორია. მას დავიწყოთ. და პირველი შეკითხვა. შეუძლია თუ არა სულსო, რომელიც განსახიერდა ადამიანის ხელში და რომელიც განსახიერდა დედამიწაზე, იყოს შეუძლიაო თუ არა იყოს ვიღაცის ალტერი. ანუ ვიღაცის ალტერნატიული პიროვნება. და ნამდვილი ორიგინალური სხეული კი იყოს სადმე კოსმოსში, ნებისმიერ ადგილას. როგორც ფილმში ავატარი. პანდორა პასუხობს, რომ დიახ, ეს სიმართლეა. ესე იგი, შეუძლიაო ალტერს განსახიერდესო დედამიწაზე, როგორც ადამიანის სული და მისი ორიგინალური სხეული კი იმყოფებოდეს სადმე სხვაგან. ჩვენი მტრები მაშინ იყო 22 წელი და ჯერ კიდევ ბნელი ძალა იყო შედარებით ძლიერი და ჩვენი მტრებიო მტრებსო აქვენო შემონახული სხეულებიო, მაგალითად თავიანთი სხეულები, აქ ორიგინალური სხეულები აქვენო შენახული და თვითონ თავისთავიო არიანო განსახიერებული მიწიერი ლიდერების სხეულში. მაგრამ მათი სხეულები შენახულია კოსმოსის სივრცეში და არა დედამიწაზე. ეს არისო რეალობა, ანუ იყო რეალობა, რადგან ეს არის 2022 წელი. ხო, და იმ დროს და წინა წლებში ლეტალია ამბობს, რომ მათი შეკვეთით იღებდნენო ფანტასტიკურ კინოებს, სერიალებსო, რაც კი ფანტასტიკური კინოებია გადაღებული გოლივუდში, არის მაშინდელი ჩრდილოვანი სახელმწიფოს შეკვეთით გადაღებული. მათ თურმე უნდა გააფრთხილონ კაცობრიობა და ამიტომ დავიჯერებთ ჩვენ, თუ არ დავიჯერებთ, ისინი ჩვენ გვაფრთხილებენ ამ ფანტასტიკური კინოების მეშვეობით. მაგრამ თუ ჩვენ არ დავიჯერებთ, როდესაც ფანტასტიკურ კინოს ვნახავთ და ამ კინოს მივიღებთ როგორც ფანტასტიკას, როგორც არა რეალობას, არამედ როგორც ფანტასტიკას, ისინი აგრძელებდნენ ჩვენ გაბრიყვებას. ეს წარსულში ჩაბარდა. Знали и никак не среагировали. И поэтому... ესე იგი, იცოდი, მაგრამ რეაგირება არ ქონდა. და რადგან ადამიანებს არ ქონდათ რეაგირება, ესე იგი, მისცენ უფლება მათ თავისი საქმიანობა გააგრძელებიათ. შემდეგი შეკითხვა. ეხება სინათლის ბოძებს, რომლებიც გამოჩნდა იმ 2022 წლის ოქტომბერში. პანდორამ პასუხობს, რომ ეს სინათლის ბოძები ჩვენო წლუდონეზე გავედითო და ამ სინათლის ბოძებისგან ჩვენს მოდიოდა ენერგია და ეს სინათლის ბოძები შეინიშნებოდა არა მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. და მე მომივიდა ინფორმაცია, რომ ეს სინათლის სტოლბები გამოჩნდა როგორც ჩვენი დაცვა, როგორც დახმარება კოსმოსიდან და ეს ენერგიები არის ძალიან ნათელი და გავს ანგელოზურ ენერგიებს, რომ ადამიანებს შეუსულბოქონ მდგომარეობა და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლო გადასვლა. კიდევ შეგახსენებთ, რომ ეს არის 2022 წელი. ალბათ ბევრი გაიფიქრებთ, რა თუნდა 22 წლის ინფორმაცია. ეს არის კითხვა-პასუხები და მეც
გადავწყვიტე ამის გადაყვანა, გადათარგმნა, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო თვითონ პანდორას აქვს ნათქვამი. ჩვენო წინა წლების ვიდეოებში ძალიან ბევრი ინფორმაცია გადმოვეცითო, აგრეთვე კითხვა-პასუხების მეშვეობით და თქვენ თუ რამე გაინტერესებთო, გირჩევთო გადახედოთო ჩვენი წინა წლების ინფორმაციას. ეს ხვა პანდორამ და აგრეთვე მე, ამიტომ ბერეგინე ალიონას ვიდეოებსაც განვიხილავ ხოლმე, რადგან რამე საინტერესო ინფორმაცია ამოვიღო. ხომ ისინი არ განმეორდებიან. მე ახალ ინფორმაციასაც მოგაწოდე დასაკვირველია, მაგრამ თუ ძველ ვიდეოებში იქნა რამე საინტერესო ინფორმაცია, არ დავიზარებ, იმიტომ რომ მეც მაინტერესებს. იცით რა, მაშინ მე ინტერნეტი არ მქონდა და საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს რა სინათლის ბოდიბზეა საუბარი. მე შევალ ინტერნეტში და გადახვდა ერთი რა ხდებოდა 22 წელს. შემდეგი შეკითხვა, რატომ გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყველა სატანისტები, ეს კაბალისტები, ვინც ხარს და დანარჩენი კიდე ყველა ვინც უჭერს ხარს თვითმფრინავ სახელმწიფოს და ბნელდალას, ყველას აკრობენ. კიდევ მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის 2022 წლის ინფორმაცია. 23 ოქტომბერი. ხო, კიდევ აქ საუბარია საჯარო მოხელეებზე, ლიდერებზე, ვარსკვლავებზე, კინოს ვარსკვლავებზე, მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავებზე და პანდორა უკვე იქიდან 22 წელში პანდორა და ლეტალი ამბობდნენ, ვინც იყვნენ ეს განთქმული პირები, კინოსახიობები, მუსიკალური წარმომადგენლები. ახლა ამაზე საუბარს არავინ ერიდება, მაგრამ მაშინ ცოტა მორიდებულად საუბრობდნენ ამის შესახებ და ის ვარსკვლავებიო, როგორც დღეს უკვე გითხარით, არავინ ერიდება ამაზე საუბარს. ყველა წარმოადგენს, რომ ჩვენ ტრებსო, ანუ დრაკონიელებს და სხვადასხვა ბნელი ცივილიზაციის, ნეგატიური ცივილიზაციის პირებს. და სხვადასხვის ალბათ ყველა მიცით ახალი ამბავი. აი გვარი და სახელი ვერასდროს ვერ დავიმახსოვრე იმ მსახიობის. თითუთით არ აქვს მნიშვნელობა. ის თამაშობს ფილმში მასკა. და ეს მსახიობი, ამ მსახიობმა თქვა რაღაც ისეთი, რაც არ მოეწონათ. ხო, ერთ-ერთ ინტერვიუში. და მაგის შემდეგ ეს მსახიობი გაქრა და ცოტა ხნის შემდეგ გამოჩნდა თითქოს ეს მსახიობი, მაგრამ შეცვლილი სხეულით. თვალისფერიც კი სხვა, თვალისჭრელიც კი სხვა, თითქოს ჩამოგავს მოკლეთმებით და ისედაც ნათელია, რომ შეადარო მათი ძველი ფოტო ამ მსახიობის და ახლანდელი სახე, სულ სხვა პიროვნებებია. მაპატიეთ კიდევ ნიღაბში თამაშობს ეს მსახიობი. ვერ გავიხსენე მისი გვარი. მაშ გავაგრძელოთ. მე თქვენ ხოლმე წარმოგიდგენდით ერთი ქალბატონის ვიდეოს არხიდან კანალ რასკრიტიე. ისე ვერ გავიხსენე მაქალის სახელი, რომელიც გადმოცემდა, მიყავდა უпростоრად ბლოგი, სადაც ის გადმოცემდა კოსმოსურ ამბებს. გამახსენდა ელენა დანანი. მისი სხეულით შეუცვლიათ რუხებს. და ყველამ შეამჩნია მის გარშემო, რომ ის ცოტა იქცევა სხვანაირად. ამიტომ მისი ვიდეოები რუსულ ენაზე
შეწყდა. არ თარგმნიან. არის ერთი პიროვნება ოლგა გვარი არ ვიცი, მას მიყავს ინგლისურენოვანი ბლოგი და ის დებს ამ მის გვერდზე ინგლისურენოვან ვიდეოებს. მაგრამ ინგლისური არ ვიცი, ამიტომ მე ვერ გადავთარგმნი ინგლისურად. მაგდენი მასეთი ინგლისური არ ვიცი ნახდათ. შეიძლება ბავშვური ტექსტები გადავთარგმნო. всё, ეს არის ჩემი ინგლისურის დონე. და ბევრი ადამიანებია შეცვლილი სხვათა შორის. ბევრი ცნობილი ადამიანები. ძალიან ბევრი. ხო და პანდორა ამბობს, რომ ეს ჩვენი მტრები, რომლებიც იყვნენ ადამიანის სხეულებში, ადამიანების სხეულებში, ლიდერების სხეულებში, პოლიტიკოსების, მუსიკოსების, სახეობის სხეულებში, უკვე იმ დროიდან დაწყებულა ენერგიის აწევა. მოხმეუნებით მე არ მქონდა საშუალება მუდმივად ინტერნეტში ჩამძრალიყავი. მე მივდიოდი იქ ახლობის სახლში და იქიდან ვიწერდი ვიდეოებს, რაც მინდოდა. და შემდეგ უსმენდი და შემდეგ შლიდი, შემდეგ ახალს ვიწერდი. და მაშინ 22 წელს უკვე მიდიოდა დედამიწის ვიბრაციების აწევა. და ახლა მით უმეტეს ისეთ ძლიერ არის აწეული დედამიწის ვიბრაციები, რომ თითქმის ყველა წასულია. უკვე უჭერს მაგათ ადამიანის სხეულებში ყოფნა. იმდენად მაღალი ვიბრაციებია. შეკითხვა. სიმართლე არისო თუ არა, რომ ყველა რეპტილოიდებს ახლა დევნიანო და მიდისო ტუნელების განწმენდა. ტუნელების განწმენდა ახლა წმიდის დიდი ტემპით. მაგრამ მაინტერესებს მაგ დროს 22 წელს მეც მაინტერესებს რა ხდებოდა სინამდვილეში. ხო, რეპტილოიდები და დრაკონელები მიდიანო, ანუ იმ 22 წელს უკვე დაიწყეს წასვლა და თავისი აქტივები თან მიაქვენო. რადგან ამას წინათ გითხარით, რომ ვიბრაციები დედამიწის ისე იწევა, რომ ისინი აქ ვერ ჩერდებიან. ნათელმა ძალებმა, რომლებიც მოვიდნენ იმ დროს 22 წელს, უთხრეს მაგათ ამ დრაკონელებს და რეპტილოიდებს, რომ რატომ ამბობ მე დრაკონელებს და რეპტილოიდებს? კი, რეპტილიების ოჯახს ეკუთვნიან, მაგრამ მაინც ადამიანის სახე რომ აქვთ, ადამიანის სახე, მაგათ უწოდებენ დრაკოს და მოგრძო პირის სახე რომ აქვთ, მაგათ უწოდებენ რეპტილოიდებს. რეპტილიებს უფრო სწორად. დრაკო შეიძლება შესაძლოა იქნება თუ ვიტყვით დრაკო რეპტილოიდ. ხო, დრაკო რეპტილოიდი. და მათ უთხრეს, რომ ისინი უნდა წასულიყვნენ, აებარგათ თავისი ბარგებიანად და წასულიყვნენ დედამიწიდან. და არ ენერგიულოდნენ იმ აქტივებზე, რომლებიც მათთან არისო, რადგან სულები, რომლებიც მათ აქტივებშია გამოყენებული, არის დაბალ ვიბრაციული. და მათი აქტივები ჩვენთან დედამიწაზე ვერ გაუძლებენო. რასაკვირველია, ჩვენ სულები ძალიან გვეცოდებაო, მაგრამ ისინი მაინც ვერ გაჩერდებოდნენ დედამიწაზე. ახლაც კი დღესდღეობით 26 წელია, მაგრამ გაგრძელდება ადამიანების გარდაცვალება იმის გამო, რომ ბევრი ადამიანი ვერ გაუძლებს მაღალ ენერგიებს. ხო ხედავთ, რამდენი ადამიანი გვტება. მე არ გულისხმობ იმათ, ვინც ომებში და კონფლიქტებში იღუპება. მე გულისხმობ იმათ, ვინც მშვიდობიან დროს და რაღაც დაავადებების გამო ვერ უძლებენ მაღალ ენერგიებს და ტოვებენ ამ დედამიწას. უბრალოდ მათ უთხრეს, თუ მათ რესურსებს შეუძლიათ დედამიწაზე ჩამომავალი მაღალი ენერგიების გაწევა, დატოვეთ. თუ არა და წაიყვანეთო. უბრალოდ იქ ემოციები არანაირ როლს არ თამაშობს. უბრალოდ თუ მიზანშეწონილია, დატოვეთ. თუ არა აქ დატოვა მათი მიზანშეწონილი, წაიყვანეთ. ისინი არიან ხელოვნურად შექმნილი სხეულები და დასაკვირველია, იქ ყოფის სულები ცოდვებიაო, მაგრამ თქვენ რომ საქმეს ასე სჭირდებაო.
და შეგახსენებთ, რომ ეს არის 2022 წელი. შემდეგი კითხვა, რომელზეც პასუხი თქვენ უკვე იცით. მაგრამ მე მაინც წავიკითხავ ამ შეკითხვას. მართალია, რომ ადამიანებში არისო რამდენიმე გენი უცხო პლანეტელებისო, მათ შორის ჩვენი მტრების გენებიც არისო. ახლა ვნახოთ, რას უპასუხებს. კარგი, პასუხსაც გადაგითარგმნით, მაინტერესებს. და თან კიდევ ერთი კითხვა დაუსვა იმ მოსმენელმა. თუ მათი გენები, ჩვენი მტრების გენები არისო, ადამიანებში მათ ხომ შეუძლიათო უფლებები გამოაცხადოსო ადამიანზე, რომ ადამიანი არის მისი საკუთრება. სხვათა შორის დღესაც აცხადებენ რეპტილოიდები და დრაკონიელები, რომ ჩვენ ვართ მათი საკუთრება, რომ დედამიწა უფრო სწორად არის მათი საკუთრება, ესე იგი ჩვენც გამოდის. და მათ ხომ შეუძლიათო ადამიანების სულები საუკუნეების განმავლობაში გამოკეტილი ეყოლონო. პანდორა პასუხობს, რომ არა, საუკუნეების განმავლობაში ისინი ამ სულებს ვერ ეყოლებათო, მაგრამ ამბოხებულების ფლოტი, რომლებაც მთელი ეს გზები მიმართულება, რომლითაც გადაყავდათ ეს ხალხი, მონობაში მყოფი სულები, მათ უკავიათ ისინი აკონტროლებენ გზას, რომელი გზითაც გადაყავთ, მონები, რომლის გზითაც გადაყავთ ეს სულები, და ისინი არ მithმენ უფლებას ეს სულები გადაიყვანონ. ეს არის 22 წელი. იცით რა, მე ცოტა ვფრთხილობ ხოლმე, ადრე ვფრთხილობდი ისეთი ვიდეოები თქვენთვის მომიწოდებინათ, რომლის მოსასმენად საჭიროა ძლიერი ნერვები. მაგრამ აწი და აწი მე თქვენ ამდაგვარ ინფორმაციას უფრო მოგაწოდებთ. თუ რას ჩადიოდნენ დრაკონიელები და გერმანელები კოსმოსში. თუმცა პენი ბრილეტის ინტერვიუში, რომელიც მე მიდენა 12 ინტერვიუ, შეგიძლიათ იქიდანაც რაღაც ინფორმაცია მიიღოთ, გაიცნოთ პროსტორად ინფორმაციას. და მე აგრეთვე აქ მიდენა ჩემ არხზე 5 ვიდეო მარშალისა, 5 ვიდეო. თუ რას უკეთებდნენ ცნობილ მუსიკოსებს, მსახიობებს და საერთოდ როგორ გროვდებოდა ყველა ქვეყნის ლიდერები გასართობად კლონირების ცენტრებში, უпроსტად კლონირების კი ცენტრები იყო ბევრი, მაგრამ ერთ-ერთი ცენტრი იყო, სადაც ყველა ესენი გროვდებოდა და როგორ ერთობოდნენ გავლენიანი პირები, თუ როგორ ერთობოდნენ, მე ამას ახლა არ გეტყვით, იმიტომ რომ თემას გადავუხვევ. მე გვარი არ მახსოვს მაგ ადამიანის, მაგრამ წერია მარშალი, სახელი მარშალი. ხო და მაგით მიხვდებით. ხო, 5 ვიდეოა. თავში ალბათ. მაგრამ თუ ძლიერი ნერვების პატრონი არ ხართ, ძალიან გთხოვთ მოусმენთ, ნუთ ორსულებმა მოусმინოთ, ნუთ მოზარდებმა. მაინც მოქმედეს თქვენს ვინც არა შეჩეული, მე უკვე შეჩეული ვარ, მაგრამ მაინც ცოტათი ძალიან რთული ასატანია. მაგრამ თუ გაქვთ ძლიერი ნერვები, შეგიძლიათ მოусმინოთ. თუ არა და რუსული თუ იცით და ცოტათი თუ გესმით რუსული, ინტერნეტში არის დენა ეს ვიდეოები ჯერჯერობით არავის წაუშვია. უბრალოდ უნდა შეხვიდეთ არხ კანალ Раскрытие, ან არის იქ კიდე არხი
პრაბუდიძის უпростоრად. ოღონდ კიდევ რუსული არხი არის, მე გულისხმობ ამერიკულ არხს. აგრეთვე ბევრი ინსაიდერის ბლოგები არის, მათ შორის იმ ბლოგერისა, რომელიც მოკლეს დამავიწყდა გვარი და სახელი. ძალიან, თუმცა თუ მოინდომეთ ყველაფერს მოსმენას, თქვენ იქ ყველაფერზე მოიპოვებთ ინფორმაციას, იმ გერმანელებზეც კი, იმ არისტოკრატებზე, რომლებიც გაიქცნენ დედამიწიდან და რომლებსაც დრაკონიელები დაეხმარენ კოსმოსში ფეხი რომ მოიკიდათ, ჯერ გაიქცნენ ანტარქტიდაში და შემდეგ კოსმოსში. მთავარია სუსტის ნერვების პატრონმა, ადამიანებმა არ მოусვინოთ. და რამედა გითხრათ, ამ მძევლად აყვანილი სულების გამო კოსმოსში იბრძოდა ნათელი ძალები, რომ ეს დამონებული სულები გაინთავისუფლებიათ. ახაც იბრძვიან. საკურვილია იქ არიან ისეთებიც, რომლებსაც ადამიანები ფეხზე კიდია, ბოდიში ამ დაგვარ ჩემს საუბარზე, მაგრამ თვლი და კარგი ყველგანა. შემდეგი შეკითხვა, სად დააპირებენო წასვლას არა ადამიანები? სად გადავლიანო დედამიწიდან და სად გარბიანო ისინი? ფაქტიურად გოგოებმა ამაზე უკვე უპასუხეს. დედამიწის ვიბრაციების აწემის გამო ისინი უკვე ვერ ჩერდებიან დედამიწაზე და გარბიან დედამიწიდან. და ახალი ამბავი, ხო, ახლა მეც გავიგე ეს, ჩემთვის ეს ახალი ამბავია, დედამიწა ადრე წრულ დონეზე იყო მოწითალო ფერის. ახლა და 22 წელს ახლა პანდორა ამბობს, რომ მე წრულ დონეზე გავიხედეო და შევიხედეო უпростоრად და დედამიწის ფერი იყო ვერცხლისფერი. ხო, წრულ დონეზე და დედამიწა მთხოვაო, რომ ადამიანებმა თვითონ გააკონტროლეთო თქვენი აზრები. როგორც მე გითხარით, აზრს შეუძლია მატერიალიზაცია და ამიტომ ჩვენი აზრები უნდა გავაკონტროლოთ. და რომ ადამიანებმა თავიანთ გულებშიო სიყვარული შეუშვანო. სიყვარული გაავსონო თავისი გულები და შეიყვარონო დედამიწა. ესე იგი, მე შემიყვარონო. დედამიწა ხომ ცოცხალი არსებაა და როგორც ცოცხალი არსებას ეფერებითო და გიყვართო, ისე შემიყვარეთო მეცო. ეს 22 წელს იყო. ლეტალი ამატებს, რომ იმისთვისო, რომ ფორმირება გავუკეთოთო ერთიან ველს, ეს დაეხმარებაო დედამიწის გადასვლაში. ძალიან დაეხმარებაო დედამიწას. ხო, მაშინაც კი იყო შეკითხვები მეოთხე დესთან, მეხუთე დესთან დაკავშირებით, ანუ განზომილებებთან. ხო, და ჩვენო მესამე დეში ცხოვრობთ, როგორცო გავიგიო კითხვას ვამს მსმენელი. ხომ არ შეგიძლიათო გვითხრათო, საერთოდო ჩვენ როდის გადავალთო მეოთხე განზომილებაში. ხო, იმ წელს 22 წელს იყო პიკი დედამიწის გადასვლასთან დაკავშირებით. იმ წელს კიდევ იყო მოსალოდნელი, ეს ის პერიოდია, როდესაც იყო მოსალოდნელი მზის დაბნელება, მთვარის დაბნელება, მთვარის დერეფანი. და იმ წელს სადღაც დეკემბერში ან მომდევნო წლის 23 წლის თებერვალში ეს პერიოდი დედამიწას უნდა გაევლო ჩქარა. ეს პერიოდი
და დედამიწა რასაკვირველია გადავიდა მეხუთე დეში თითქმის თუ სრულიად ზუსტად ვერ გეტყვით. ხალხი ამას ნახავს, თავარიაო გულებში გეჭიროთო სინათლე, სიყვარული და ყველაფერი კარგად იქნება. და ბევრი ჩვენგანი პანდრა თქვა რომ ყველანი ჩვენ ნახავთ ამ სამყაროს, მაგრამ კიდევ გეუბნებით იმისთვის რომ ნახოთ ჩვენი თვალით ეს სამყარო, უნდა ავიწიოთ ჩვენი ვიბრაციები. მე ბევრი შეკითხვა გამოვტოვე, რადგან მეორდებიან. ეხლა სხვადასხვა დროსა ვიდეო ჩაწერილი და წინა ვიდეოში შემხედრე ასეთი შეკითხვები და უსმიერთ სვენელებს, ამიტომ ბევრი შეკითხვა მე გამოვტოვე, რომ არ გამეორდე. და შემდეგი შეკითხვა ეხება ორეულებს. როდესაც ორეული არისო შენ ქალაქში, ეს რას ნიშნავსო? თან ეს ორეული კრიმინალური სამყაროდან არისო. ანუ სვენელმა ნახა თავისი ორეული თავის ქალაქში, თან ეს მისი ორეული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელია. მეც მიკვირდა ორეულები საიდან მოდიოდა და პანდორა ხსნის რომ ჩვენი მტრები, ანუ ჩვენი არა მეგობრები, როდესაც იყვნენ დაკავებულები კლონირებით, ისინი აკეთებენო ამდაგვარ ორეულებს. და ამას აკეთებდნენ იმისთვის, შემდეგ რომ დააკრებოდნენ რეაქციებს განსაზღვრული გენეტიკური ჯგუფების წარმომადგენლებისაო. ანუ თუ როგორი რეაგირება ექნებათ მათ თავიანთ ორეულებზე. და შეიძლება იმ წარმომადგენელი, რომელიც კრიმინალურ სამყაროს ეკუთვნისო ის ორეული, იმ ორეულს ცდიანო ერთი ესე იგი დაბალი ვიბრაციების ტესტისა, დაბალი ვიბრაციები როგორ იმოქმედესო მას და იმ პიროვნებაზე, რომლის სხეული ორიგინალურია, უკვე ცდიან ვიბრაციების სხვა ტიპზე და აკოდებიან ამათ მოქცევას. და ეს შესაძლებელიაო, რადგან მეც ბევრჯერ ნახიო ჩემი ორეულები. მით უმეტეს იმ სახლშიო, სადაც მე მყავსო ბევრი ნათესავები. შემდეგი შეკითხვა. ვინ შემოიტანაო ტაროს სამკითხაო კარტები ტარო. ანუ ტარო სისტემა. პანდორა ამბობს, რომ ტარო ჩემთვის არისო როგორც სისტემა წარსული განსახიერებებიდანო, ეს მოდისო იქედან ჩემთვის, ჩემ ცხოვრებაში. და ეს გამეხსნაო მე ამ ტაროს მიმართ მეხსიერება, როგორც ფილმში ავატარში, ჩემ წინაშე დაჯდა ვეფხვი და მთელი სისტემა გაიხსნა ჩემთვისო. ხო, ტარო იცის პანდორა. ტაროთი მკითხავს. მე ვხედავ მასე ტაროს გამოსახულებაზე რა თვითონ გამოსახულებაზე კარტის გამოსახულებაზე რა წერია. ამას ვხედავ, ამას ვკითხულობ, რა უნდა მოხდესო. ხო, ეს ტარო როგორც ჰუზა, რომ ქანაობს იქეთ-აქეთ მაეტიკს უძახიან რუსულად, როგორც ლაზახოცтва, ანუ წყლის ძიება, ის ეხმარებაო ჩვენ ენერგიებსო, პირად ენერგიებსო უპასუხოსო ჩვენ კითხვებზე. ჩვენ ხომ ჯერო ყველა არ გავიხსენითო და როდესაც ჩვენ მთლიანად სრულიად გავიხსნებითო და ჩვენი სითხებით გაიხსნებაო, ანუ როდესაც ჩვენი უნარები გაიხსნებაო სრულ ფორმაში, მაგის საჭიროება არ დაჭირდებაო, რომ ტაროს მიმართოთო ჰუზას და ასე შემდეგ. რადგან ამ ენერგიის ტარებლები ხდებით ჩვენ თვითონო, თვითონ ხედავთო ყველაფერს და მოქმედებთო. და ლეტალია ამატებს, რომ ის მხატვარი, რომელიც კარტის კალოდას ხატავს, ის დევს იმაში თავის ენერგიებს და ამიტომ, როდესაც ვინმე მკითხაობს ყრის ამ კარტებს, ზოგჯერ იქ ამოდის იმ ხატვრის ენერგიები,
და როდესაც ვინმე ყიდულობსო ამ კარტებს, ტაროს კარტას, უნდა სერიოზულად თხილად უნდა აირჩიოსო ის შეკვრა, რომელიც მას უნდაო, იყიდოსო, უნდა კი არა, შეკვრა უნდა აირჩიოს ფრთხილად, რომ ნაკლებად გამოყვეს ხატვრის ნეგატიური ენერგია. ხო, რა პანდორა უმატებს, რომ ეს ფრთხილად იმიტომ გააკეთო, თუ უნდა რომ ზოგი მხატვრებიო, ხო, ნიჭი, ხატვარი, რადგან არის ეს იგი ნიჭი აქვსო და მათ აქვსო ჩამოყალიბებული თავისი ეგრეგორი და ბევრ ხატვარს უკან, ბევრი ხატვრის უკან დგასო დემონი, როდესაც ის ხატავსო დემონს, როდესაც ხატვარი ხატავს დემონს, მის უკან დგას დემონი სინამდვილეში. და ეს დახატული გამოსახულება, ამ დახატულმა გამოსახულებამ შეიძლება თქვენ ზიანი მიგაყენოთ. კარდის შეკვრამაც შეიძლება ზიანი მიგაყენოთო. უბრალოდ ნახატმაც შეიძლება ზიანი მიგაყენოთო. და ძალიან ფრთხილები უნდა იყოთო, როდესაც ამ ტაროს კარტის შეკვრას ყიდულობთო და უნდა ენდოთო თქვენ საკუთარ თავს, დრო და განმავლობაში საჭიროება ამ კარტების მიმართ, ტაროს მიმართ არ იქნება, რადგან ჩვენ ყველანი ვინც გაიხსნება, ისინი თვითონ ახავენ ყველაფერს. თვითონ ახსნიან ყველაფერს. ჩვენ თვითონ შევძლებთ ყველაფრის გარკვევა, წყალი სად არის დასალევი და ლაზახოცტვა, ქართულად არ მახსოვს რა ქვია ამას, წყალს რომ ეძებ ვენახისტოტებით, ხო, ამას ქვია ლაზახოცტვა რუსულად. არც ღუსა, მაიატნიკს რომ მოძახიან, არც რეიკი, არც გარეების რაღაც ტექნოლოგია, არაფერი არ დაგჭირდება. ჩვენ როდესაც უნარები გაგვეხსნება, ჩვენ თვითონ ნახავთ ყველაფერს. ჩვენ მესამე თვალით ისე გამოვიხედავთო და ყველაფერს ვნახავთო როგორც რენტგენი. ჩვენ ხედავდეთ იქნებაო ორგანოებს, შიდა ორგანოებს. ხო, კარგი, ეს მოკლე ვიდეო გამოვიდა, მე უბრალოდ გამოვტოვე ბევრი კითხვები, რადგან მეორდებოდა როგორც გითხარით და მოდით მე ამით დავამთავრებ ამ ვიდეოს და შემდეგ რომ ავტვირთ გადავალ შემდეგზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გაუგებრობისთვის ბოდიში გიხდით, თუ სამე რამე გაუგებრავ თქვი. დროებით.